დებილი ეკლესია დიდ შაბათს იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ღვთისმსახურება ამ დღეს მაცხოვრის ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას, მის მიერ მართალთა სულების გამოხსნასა და ბოლოს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას იხსენებს. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ცისკარზე მღვდელმსახურებმა ტაძრის შუაგულში დასვენებული გარდამოხსნა მრევლის თანხლებით გამოაბრძანეს და ლიტანიობა შეასრულეს. ამ დროს შესრულდა გალობა მშვენიერმან იოსებ. ყოველ შაბათს სრულდება გარდამოხსნის ტაძარზე შემოტარების რიტუალი. ეს ასახავს ქრისტეს ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში გადმოსვენების ცერემონიას. რაშიდაც მორწმუნე მრევლი იღებს მონაწილეობას და დღეს ჩვენ ვართ მწუხარენი, მაგრამ სულ რამდენიმე საათი არის დარჩენილი ქრისტეს აღდგომამდე. მალე ქრისტეს სული შემოსრავს ჯოჯოხეთის მჭეს და გაათავისუფლებს კაცობრიობას და ჩვენ პარალელურად მარხულებთ და ვემზადებით იმზე იმისთვის, რომლითაც გაბწყინდება მთელი მსოფლიო და მე ვუსურვებ სრულიად საქართველოს, რომ ისევე გაბწყინდეს ჩვენი ქვეყანა, როგორც ქრისტეს მოვლენების სიხარულით გაბწყინდა იგი. დღევანდელ დღეს დიდ შაბათს აღესრულება მაცხოვრის გარდამოხსნაზე წესის აგება ხდება მაცხოვრის გარდამოხსნით ტაძრის გარშემო მსვლელობა მრევლთან ერთად და სასულიერო პირებთან ერთად და ჩვენ მორწმუნე მრევლი და მთლიანად საქართველო ემზადებით ბრწყინვალე აღდგომისთვის. ყველა სულოცავ დამდეგ აღდგომას და გაგწყინებას უსწრებს საქართველოს. ლიტანიობის შემდეგ გარდამოხსნა ისევ ტაძრის შუაგულში დაასვენეს. შესრულდა კვერექსი და წაიკითხეს საწინასწარმეტყველო ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომის შესახებ. სამოციქულო, რომელიც გვასწავლის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი აღდგომაა ყოველი ჩვენგანი სულისთვის. ვნების შვიდეულის დიდ შაბათს ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია ჩვეულებრივზე გვიან იწყება და მწუხრს უერთდება. სასულიერო პირები ამ დღეს ღვთისმსახურებას გარდამოხსნასთან აღასრულებენ. მცირე შესავლისა და ნათელი მხიარულის გალობის შემდეგ იკითხება 15 საწინასწარმეტყველო საკითხავი ძველი აღთქმიდან. ყოველ მათგანში ნაწილნაწარმეტყველებია ღვთის მიერ კაცობრიობის ხსნა, რაც აღთქმული მესიის მოსვლით აღსრულდა. სამყაროს შექმნისა და ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შესახებ საკითხავებთან ერთად იკითხება ნაწყვეტი ესაია, ეზეკიელ, იერემია, დანიელ და სოფონია წინასწარმეტყველთა წიგნებიდან მესიის ვნების, აღდგომისა და ამ გზით კაცობრიობის ხსნის შესახებ. საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოსა წაკითხვიდან იწყება მზადება მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულისათვის. ამ დროს სამღვდელოების სამგლოვიარო შესამოსელი სადღესასწაულოთი იცვლება შავი ფერები ნათელით. ეს იმის ნიშნად ხდება, რომ მენელსაცხებლე დედებმა დილა ადრიან ჯერ კიდევ სიბნელეში მაცხოვრის საფლავზე იხილეს ნათლით მოსილი ანგელოზი და მისგან ისმინეს ხარება იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ. ღამისთევის ლოცვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირები გარდამოხსნას საკურთხეველში წმინდა ტრაპეზზე დააბრძანებენ. მორწმუნენი სასოებით ელიან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის უდიდეს დღესასწაულს. ეს არის უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა. ეს ის სიხარულია, რომელზეც თვით უფალმა თქვა, უხაროდეს გულთა თქვენთა და სიხარული თქვენი არავინ მიგიღოს თქვენგან. ღვთისმსახურება დღეს ყველა მოქმედ ტაძარში 11 საათზე დაიწყება.